გამარჯობა მეგობრებო, თქვენი სევ ჩემარხზე ხართ. ეს მინდა გესაუბროთ მკლავჭიდზე და კერძოდ ტოპ 10 საუკეთესო მკლავჭიდელზე ისტორიაში. ჩამოვწერე ეს სია. ეს არის რა თქმა უნდა ჩემი აზრით ტოპ 10 მკლავჭიდელი. მე-10 ნომრად ჩემ სიაში არის კრაზიმირ კოსტადინოვი, რომელიც მოქმედი მკლავჭიდელი გახლავთ. ის არის ბულგარელი. საკმაოდ ძლიერი მკლავჭიდელია. თავისი კარიერის განმავლობაში ის ასპარეზობდა დაბალ წონებშიც, როგორც მახსოვს, თუმცა უკვე როცა პირველი ნომერი გახდა, მე მახსოვს, რომ ეს პიროვნება იყო 100 კილოში, 110 კილოში და მძიმე წონაშიც აქვს მას ეს ტიტული. მრავალგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, მრავალი სხვა ტიტულებიც გააჩნია. დამარცხებული ყავს ძალიან ბევრი ცნობილი მკლავჭიდელი. ჩემ სიაში მე-9 ნომრად არის ტრევის ბეჯეტი, ამერიკელი მკლავჭიდელი. ამჟამად მოქმედ მკლავჭიდელს ვერ დავარქმევდი, თუმცა ჰქონდა რამოდენიმე დაბრუნების მცდელობა, მაგრამ არც თუ ისე კარგი. ტრევის ბეჯეტისთვის ოქროს ხანა იყო 2000-იანი წლები. რა დროსაც მან მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. დაამარცხა ალექსეი ვოევოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ასევე აქვს მრავალი ძველი ეხლა რო ისტვესტია და მსგავსი ორგანიზაციები, ანუ ერთი სადაც მიმდინარეობს შეხვედრები, ამის თავდაპირველი ვერსია იყო ვენდეტები. და აი ეს ვენდეტებშიც ტრევისი ძალიან ხშირად მონაწილეობდა და აქვს ბევრი მოგება. ასე რომ ერთ-ერთი სახელოვანი მკლავჭიდელია. სიის მერვე ნომერი არის ალექსეი ვოევოდა. ალექსეი ვოევოდა გახლავთ რუსი. ალექსეი ვოევოდას პერიოდი და ტრევის ბეჯეტის პერიოდი ემთხვევა ერთმანეთს დაახლოებით ოქროს ხანა, ასე ვთქვათ. 2000-იანი წლების დასაწყისში იყვნენ ისინი კარიერულ პიკში. შემდგომ ალექსეისაც ჰქონდა რამოდენიმე დაბრუნების მცდელობა, თუმცა არ იყო არც თუ ისე კარგად დაბრუნდა. მან იმბრესნანთან გადაწია, წააგო 2016-17 წელი იყო და ბზენგთანაც სადღაც დაახლოებით 2 წლის წინ დამარცხდა. თუმცა თავის პერიოდში ალექსეი ძალიან ძლიერი მკლავჭიდელი იყო. მან ბევრი ლეგენდარული მკლავჭიდელი დაამარცხა, მათ შორის იყო ჯონ ბრზენკი, ტრევის ბეჯეტი და ასე შემდეგ. და აქვს ძალიან ბევრი ტიტული. მე-7 ნომრად ყავს ჩვენი ქართველი გენადი კვირკვინია. გენადი ამჟამადაც აქტიური სპორტსმენია, თუმცა დროებით, ასე ვთქვათ, არ არის ფორმაში. გენადის ძალიან ბევრი ევროპისა და მსოფლიოს ტიტული აქვს. ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, ბევრგზის ასევე ბევრჯერ გაიმარჯვა ვენდეტებში, როცა სანამ ისტვესტის ფედერაცია ჩამოყალიბდებოდა და შემდეგ ისტვესტის ფედერაციაშიც ძალიან ბევრი გამარჯვება აქვს. ერთ-ერთი გამარჯვება აქვს დევონ ლარათთან და თავისუფლად შემიძლია რომ მე-7 ადგილზე დავაყენო ეს ჩვენი ქართველი ლეგენდა. მე-6 ადგილი მივანიჭე ვიტალი ლალეტინს. ვიტალი ლალეტინი გახლავთ რუსი. ლალეტინი ამჟამად გამოდის მხოლოდ ისტვესტის და ასევე IMC-ის ჩემპიონატებზე, რომელიც რუსეთის ორგანიზებით კეთდება. თებერვლის თვეში ლევანი და ვიტალი ხვდებიან ერთმანეთს, როგორც ვიცით, თებერვლის თვეში, უბრალოდ მახსოვს. და ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება, ჩემი აზრით. მე-5 ნომრად მყავს დასახელებული გამონათვალში ერმეს გასპარინი. ვინც არ იცით, ერმეს გასპარინი არის იტალიელი მკლავჭიდელი. ერმეს გასპარინი ვერ ვიტყვი რომ მრავალგზის, მაგრამ არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. და ის მალევე გადავიდა პროფესიონალებში. იყო ისტ-ვესტის მას ჰქონდა რამოდენიმე ბრძოლა ისტ-ვესტის თამარზე.
არის ძალიან ძლიერი მკლავჭიდელი, ამჟამად არის ძალიან კარგ ფორმაში, დამარცხებული ყავს ქვემოთხსენებული ვიტალი ლალეტინი. ძალიან კარგი ბრძოლა ჰქონდა ჩვენს ქართულ ხალხთან ლევან საგინაშვილთან და ასევე ბევრი ლეგენდარული მკლავჭიდელი ყავს დამარცხებული მას და თამამად ასახელებ ამ სიის მეხუთე ნომრად. მეოთხე ნომრად დავასახელე დენის ციპლენკოვი. დენის ციპლენკოვის სტილი პირადად მე არ მხილავს, მაგრამ როგორც ასეთი ლეგენდარული მკლავჭიდელია, აქვს ძალიან ბევრი მოგება, აქვს ძალიან სერიოზული ხალხი დამარცხებული ყავს. მათ შორის ჯონ ბზენკი, ანდრეი პუშკარი, რომელიც იმ პერიოდში თავის ფორმის პიკში იყო და ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას. დენის ციპლენკოვი გახლავთ რუსი, ეს სპორტსმენი გამოირჩევა თავისი ფიზიკური აღნაგობით, თავის პიკ პერიოდში, ანუ ძალიან დიდი კუნთური მასით. ის ასევე იყო სტრონგმენი და აქვს რამოდენიმე რეკორდი, მათ შორის ბიცეპსის ამოწევა ღერძით, მისი რეკორდია, ეხლა პროცესები მოუხსნეს. ასე რომ მეოთხე ნომრად დენის ციპლენკოვი ყავს ნაგულისხმები სიაში. სამეულს ხსნის დევონ ლარატი, მესამე ადგილზე არის დევონ ლარატი, რომელიც ძალიან პოპულარული მკლავჭიდელია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ასე შეიძლება ითქვას, მთელი პლანეტის მასშტაბით. ის გამოირჩევა თავისი სტილით, თავისი ვარჯიშებით, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ყავს. დევონ ლარატი არის კანადელი. ის გახლდათ ისტ-ვესტის ქამრის მფლობელი, სანამ ლევან საგინაშვილს შეხვდებოდა. ასევე აქვს ძალიან ბევრი ტიტული, გამოდიოდა ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებში არსებულ ფედერაციაში, რომელსაც ვალი ეწოდებოდა. თუმცა მანამდე 2000-იანი წლების დასაწყისში, როგორც ვიცი, გამოდიოდა ევროპა მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩვეულებრივ და იქაც აქვს შედეგები. ასე რომ საპატიო მესამე ადგილს იკავებს დევონი. მეორე ადგილს იკავებს ჩვენი ქართველი ხალხი ლევან საგინაშვილი. ჯერობით პირველ ადგილს სანამ დავასახელებ, გამკიცხავთ, ამის გამო ხან მეორე ადგილზე დავაყენე. ლევანი უდაოდ არის პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელი, ყველა დროის უძლიერესი მკლავჭიდელი, ანუ ფიზიკური მაჩვენებლით მას ჩემი აზრით და როგორც არის უმეტესობა საზოგადოების აზრი, ის არის მოქმედი ჩემპიონი East vs West ჩემპიონატის, ანუ დასავლეთი აღმოსავლეთის წინააღმდეგ ჩემპიონატის პროფესიონალებს შორის და არის პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელი და რაც მთავარია არის ქართველი და არის ჩვენიერი სიამაყე. მივუახლოვდით პირველ ნომერს და ბევრ თქვენთაგანს აინტერესებს რომელია პირველი ნომერი ალბათ და უმეტესობა მეკდებოდა კიდევაც. ჩემი აზრით ყველა დროის საუკეთესო მკლავჭიდელი გახლავთ ჯონ ბზენკი, რომელიც ასპარეზობდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 80-იანი წლებიდან. მას აქვს ძალიან დიდი კარიერა, ძალიან დღეობითაც მშვენიერ ფიზიკურ ჯანზე გახლავთ. უკვე შეწყვიტა წელს 2025 წელს მას ბოლო გამოსვლა ჰქონდა, თუმცა ძალიან კარგად გამოვიდა თავის ბოლო შეხვედრებშიც. ჯონ ბზენკი იმიტომ არის საუკეთესო მკლავჭიდელი, რომ ის არ გახლდათ მძიმე წონოსანი, მისი წონა მერყეობდა სადღაც 90 კილოგრამიდან 100 კილოგრამამდე და აი ამ მაჩვენებლით, აი ამ წონის კატეგორიებით გამოდიოდა ეს პიროვნება მძიმე წონაში და იყო აბსოლუტური წონის, ანუ მძიმე წონის ჩემპიონი. ამ ბევრჯერ დაამარცხა დენის ციპლენკოვი, ასევე ძალიან ცნობილი ბევრი მკლავჭიდელი, მათ შორის დევონ ლარატი, თავისი გაბარიტების გამო, თავისი უნიკალური სტილის გამო, თავისი სპორტული ხასიათის გამო, ასე ვთქვათ, გახლავთ ჯონ ბზენკი, საუკეთესო მკლავჭიდელი, არ მეკითხავს ჯონ ბზენკი, გახლავთ ამერიკიდან, არის ამერიკელი
დაიბადა 1964 წელს და უკვე გახლავთ 61 წლის და ამ ასაკამდე ასპარეზობდა ეს პიროვნება პროფესიონალურად, რაც არის ძალიან დასაფასებელი და მისაბაძე ასე ვთქვათ ყველა მკლავჭიდელისათვის. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგწონთ მსგავსი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ და ელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. აბა დროებით.